ჩემი მეგობრებო, კიდევ ერთხელ გამმეორდები მადლიერების ნაწილში და მოგმართავთ ყველას, ვინც უბრალოდ ალაიქებთ, აკომენტარებთ, ვინც იწერთ ჩემს არხს, ხო? ადამიანებს, რომლებიც ძალიან სიმბოლურ თანხას, მაგრამ ძალიან სიმბოლური ციფრით აფიქსირებთ უკუკავშირის ცოდნას, სურვილს და ენერგიების გაცვლას, რომლის ფასიც თქვენ ვხედავ რომ იცით და დარწმუნებული იყავით რომ 1000 მაგად დაგიბრუნდებათ უკან. დამერწმუნეთ თქვენს მიერ გაღებული თითოეული თეთრი 1000 მაგად დაგიბრუნდებათ. ისევე როგორც თქვენს მიერ ჩემი თუ სხვის მიმართ ასე ვთქვათ გაცემული ნებისმიერი ტიპის დადებითი ენერგია. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, ვიცი ყველაზე მეტად რაც გაინტერესებთ ხოლმე და ნახოთ ჩაფიქრებულის ენერგიები, ხო? რა ხდება მის თავს, როგორ არის. პირველი, მეორე და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ჯერ ვნახოთ სიგნიფიკაცია ვინ არის. ხო, ადამიანი, რომელმაც რაღაცა საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა ცხოვრების, გადალახა კიდეც თითქოს რაღაცა ლაბირინთს დააღწია კიდეც თავი, მაგრამ ჯერჯერობით სტრესებიდან, შიშებიდან, უარყოფითი გამოცდილებებიდან არ არის გამოსული და ადამიანი, რომელიც არის ჯერ კიდევ ნეგატივის მოლოდინში, ხო? ჯერ კიდევ მისი დაპროგრამებული სცენარები საკმაოდ ისეთი დრამატული ჟანრისა, ხო? კიდევ ვინ არის ეს ადამიანი, ხო? ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ტრანსფორმაციის პერიოდშია, ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, დანაკარგების ხარჯზე მიხყავს სამყაროს რაღაცა კონკრეტული მომავლისკენ და ადამიანი, რომელიც რაღაც ამბებს არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ან საკუთარ თავსაც გაურბის, ან ვიღაცას გაურბის, ხო? და ამავდროულად ცდილობს, რომ საჭიროების მიხედვით სხვადასხვა ფორმით წარმოდგეს, ხო? ანუ მარტივად ადაპტირებადია სხვადასხვა სიტუაციასთან და შეუძლია ნებისმიერ სიტუაციას სხვადასხვა ნიღბით მოერგოს. ეს და შეიძლება არ ვიცი, ტყუილიც ახასიათებდეს, არ გამოვრიცხავ. თუმცა მეორე მაღალი არკანი მაქვს და ადამიანი უფრო ვერ ვიტყოდი, რომ ეს მატყუარა, უფრო ცხოვრებისგან ისეა გამოწრთობილი, რომ იცის როდის სად როგორ ანერად უნდა მოიცეს, ანუ ლავირების სწორი უნარი აქვს, ასე ვთქვათ. ადამიანი, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლოა ცნობადი სახეც იყოს, არ ვიცი, შესაძლოა უბრალოდ ძალიან ისეთი ენერგეტიკის და აურის მატარებელი იყოს, რომ აი 1000 ადამიანში გამოარჩევდეთ, ხო? ქარიზმა კიდე სხვა არის, ენერგეტიკა, ანუ რომ გიზიდავს, რომ გამშვიდებს, აი რაღაცა სიცოცხლის ძალასაც რომ გიბრუნებს, რაღაცა სხვანაირი ენერგიებით რომ გავსცემს და კიდევ ერთი არკანი ვნახოთ და ხო, ადამიანი, რომელსაც მუდმივად აქვს არჩევანის შესაძლებლობა, ანუ არ არის შემოსაზღვრული, ხო, ჩარჩოში ჩაჭენილი მაპატიეს მის ცხოვრება უამრავ შანსს აძლევს სამყარო და მას უბრალოდ ერთი დავალება აქვს, რომ აირჩიოს, ხო? და კიდევ ერთი მაღალი არკანი, ადამიანი, რომელიც დღეს ნამდვილად ტრანსფორმაციის, ასე ვთქვათ, ბოლო ეტაპზეა სავარაუდოდ და ადამიანმა, რომელსაც გადაწყვეტილება მიიღო, რომ მიენდოს სამყაროს და რაც იქნება, იქნება. ეს იყო სიგნიფიკაცია და ვნახოთ რა ენერგიებშია თქვენთან დაკავშირებით ადამიანი. რას გრძნობს თქვენთან დაკავშირებით ადამიანი? რაღაცა ჩქარობს, მეგობრებო, ძალიან ჩქარობს. შეიძლება ასე ვთქვათ, რაღაც აი სპონტანური გადაწყვეტილებაც მიიღოს, ვერ გეტყვით და ამაზე ფიქრობდეს. ან უბრალოდ ფიქრობდეს დასასრულს ყველაფრის. ბოლოს და ბოლოს დიდი წერტილის დასმას, იმიტომ რომ დაიღალა რაღაცები, მოგეზრდა რაღაცები. ხო, აი ნახეთ
რაღაცებისზე არ წავიდა თქვენს ურთიერთობაში, როგორც ვთქვათ, ამ ურთიერთობას სიჯანსაღისთვის სჭირდება და ადამიანი ძალიან ნატკენია, ძალიან ისეთ ენერგიებშია. პრაქტიკულად აი სიკვდილს უტოლდება, ხომ? ვარ და არ ვარ დაახლოებით ასე. და ადამიანი, რომელიც ხო, ძალიან ცუდ დღეშია, ყველა მიმართულებით გაღარიბებული, ანუ აი ყველა მიმართ ემოციური შიმშილი შეიძლება ფინანსურადაც ძალიან არასასრულო სიტუაციაში იყოს ადამიანი, რომელიც კიდევ ერთხელ ნახეთ სიკვდილის არკანით გვიდასტურებს იმას, რომ კოშკის არკანი აქვს, სიკვდილის არკანი, რომ გადაწყვიტა ყველაფერი მოძველებული უკან დატოვოს, რაც მოკლედ გაათავისუფლოს ადგილი ხო რაღაცა ახლისთვის, ასე ვთქვათ. ხო, ცუდი ნათქვამია, მაგრამ თუ ძველს არკაიდან და არ გადააგდებ, ახლისთვის ადგილი არ იქნება. ხო, აი ეს გაცნობიერებული აქვს, წინ მიდის რაღაცა ახალი შესაძლებლობებისკენ. კი ბატონო, რაღაცები არ გაამართლა, მაგრამ აზროვნების უნარი შერჩენილი აქვს, ხმალი მომართული აქვს და მზად არის, რომ ეს მიჯაჭვულობები, რომელიც ძალიან დიდი დოზით აქვს და სავარაუდოდ აი ამ არკანთან ერთად მის არამდგრად ფსიქოლოგიურ კლიმატსაც მიმითითებს და მას შეიძლება ძალიან სერიოზული მენტალური პრობლემები ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში ფიქრობს, რომ წინ უნდა იაროს, ხო? და თავის ემოციებს, ასე ვთქვათ, გზა მისცეს. კი ბატონო, ნახეთ, თასების რაინდი, თასების მეფე. ძალიან ისეთი მაღალი ემოციური ამინდი გვაქვს, ასე ვთქვათ, ამ ადამიანის ცხოვრებაში. კიდევ თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს? ხო, აი რაღაცა თქვენ შეიძლება რაღაც ჩამოუყალიბებელ ადამიანთაც ხედავდეთ, მეგობრებო. თითქოს ვერ გაიგო, რა გინდათ. ჩეხოვს უნდა დავესეს ხო რატომღაც ისევ ხო? ისე რა ქვია, როგორ არის ნათქვამი, სოკრატეზე უფრო მარტივია ყველაფერი დაწერო და ისაუბრო, ვიდრე ქალსა და ახალგაზრდა ქალსა და მის სურვილებზე, ხო? ხო, აი რაღაცა თითქოს ვერ კი. ცალსახად აქ პაუზაზე ხართ, ერთმანეთთან არანაირი კავშირი და კონტაქტი არ გაქვთ, თუმცა ადამიანი მაინც თქვენი მისამართით თქვენსკენ იხედება, ხო, თქვენსკენ ფიქრობს, აი თითქოს რაღაცას აკეთებს და ნეტა ახლა ის როგორ არის, ხო? აი ნეტა ვახსენდები, არ ვახსენდები, ეს ინფორმაცია მომდის და არა, აქ ცალსახად ძალიან დიდ რყევებს გადის ადამიანი რის ფასად და რატომ ვერ გეტყვით, მაგრამ და მოდით ახლა კონკრეტულად ვიკითხოთ. ანუ ეს ფიქრები, ეს ტრანსფორმაციები დასასრულისკენ ფიქრს მიუთითებს ამ ადამიანის თუ ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაცა ათვლის წერტილი ახალი გაჩნდეს. აი ეს მითხარია, აბა. ანუ დასასრულია თუ დასაწყისი. დასასრულია თუ დასაწყისი. დასასრულია თუ დასაწყისი. ერთი წამით მეორე დასტა უნდა ავიღო, ერთი წამით. უბრალოდ დასადასტურებლად და გადამიფრინდა არკანი. აქ უფრო დასასრულისკენ მიდის, მეგობრებო. აქ უფრო დასასრულისკენ ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში დღეს ეს ენერგიებია, ჩვენ დღევანდელ ენერგიებს ვკითხულობთ, არა თქვენთან დაკავშირებით. ხო. ამ ეტაპისთვის ეს ენერგიები ტრიალებს მის გონებაში. ძალიან ნატკენია, რაღაც აგრესიებიც აქვს, რაღაც ეს ფსიქოლოგიურად კარგად არ არის, მეგობრებო.
რბილი ნათქვამია კიდევ კარგად არ არის. კარგით, მადლობა პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტი ვნახოთ. რა ენერგიებშია თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, ჯერ ვნახოთ ვინ არის, ხო? ვინ არის ეს ადამიანი? ნუ ადამიანი უკვე დაგროვილი ტვირთებით, შუაგზაზე რომ რამის გაჩერდეს და აღარ მინდა არაფერი, აღარ შემიძლია, ხო და რამისაა ჩაიჩოქოს და იმ დანიშნულების ადგილამდე მაინც ვერ მივიდეს. ადამიანი, რომელსაც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს პირდაპირ მნიშვნელობით, ავადობდეს, ზოგადად ენერგიის სისუსტეს უჩიოდეს, ხო? აი თითქოს ძალა მეცლება, თითქოს რაღაცა ისე აღარ არის, ხო? ყველაფერი როგორც, ანუ რაღაც უფრო ფიზიკურ სიძლიერეზე ადამიანი, რომელიც რაღაცეებზე შეიძლება დამოკიდებული იყოს, არ გამოვრიცხავ მეგობრებო, პირდაპირ მნიშვნელობის შეფასვამდე შეიძლება თქვა რაღაცა აზარტული თამაშები იყოს, იქ რაღაცა ნივთიერებები იყოს, არც ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება ამავდროულად იყოს ძალიან დიდი შფოთი, ნერვიულობა, მიჯაჭვულობა, აკვიატება, ხო, ადამიანი, რომელიც აქ დგას, მაგრამ იქით იხედება, ხო, ანუ იქ გაყოფილია მისი ენერგიები, რაღაცა მის ადგილას რომ არ არის და ძალიან დიდი ტრანსფორმაციაშია დღესდღეობით, მაგრამ არის ძალიან ემოციური, ძალიან კეთილი. ცუდი ადამიანი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა ამის გარშემო და რაღაცა ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, სავარაუდოდ დღეს საკმაოდ ისეთ სიტუაციაში გვევლინება, კარგით. და ვნახოთ კონკრეტულად თქვენთან დაკავშირებით რა ენერგიებშია. თქვენთან დაკავშირებით რა ენერგიებშია. მზის არკანი, მშვენიერი, გადასარევი. თქვენ ხო, მგონი ყველაფერი კარგად გაქვთ და არ გაქვთ არანაირი პრობლემა. ერთადერთი არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი იყოს მივლინებით სადმე წასული, ან საზღვარგარეთ იყოს სამუშაოდ წასული. მამაკაცები, ქალბატონები, ან თქვენს თავზე მოიგეთ, ხო, ეს ძალიან კაი არკანია, რაღაცა ვაჭრობის, მოლაპარაკებების, ახალი ბიზნესის, სამსახურებრივი რაღაცა გადაადგილების მზე, ასევე გამარჯვებების, სიყვარულის სითბოს, ხო? შეიძლება არ ვიცი, ართა შვილებიც გყავთ, ესეც ძალიან დასაშვებია ამ კომბინაციით. ძალიან ისეთი, ოღონდ აქ არა, შვილებს უფრო ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ არ მაჩვენებს ისეთ ასე ვთქვათ, სერიოზულ ურთიერთობას, აქ უფრო შესაძლოა რაღაცა ან ახალი დაწყებული ურთიერთობა იყოს, ან აი უფრო ისეთი რა, ერთად რომ არ ცხოვრობთ. შეყვარებულობის პერიოდი რომ არის, ხო? ისე კანფეტბუგიად, ანუ ეს ენერგიები რომ არის, ხო? ადამიანი თქვენთან დაკავშირებით, ან შეიძლება სასწავლებლად არის წასული, მეგობრებო, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ სოფის ტაროში ზოგადად მაგის არკანი არ არის მანიპულატორის არკანი, აქ უფრო გაცნობიერების, უფრო განათლების, გააზრდის რაღაცა სიღრმეებში წასვლის, თვითგანვითარების არკანია. და კიდევ რა ენერგიებშია თქვენთან დაკავშირებით. განდეგილი, არ ვიცი, რაღაცა მანძილს ყველა ვარიანტში მიჩვენებს თქვენს შორის. პაუზას აქ დიდად ვერ ვხედავ, მაგრამ მანძილი ცალსახად არის, ხო? კიდევ აბა მითხარი, არ აქ მე პაუზას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ თქვენთან დაკავშირებით დუხს და გადმოდუხს ეს ადამიანი სასწაული ემოციების წყაროდ გხედავთ, სადაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა აკეთებდეს, მუშაობდეს თუ რა ვიცი. თქვენსკენ რომ მიხედება, თქვენს რომ ფიქრობს და თქვენსკენ ისწრაფვის, ხო, უბრალოდ რაღაცა სიტუაციიდან გამომდინარე აქვს თითქოს ჩიხები, არ ვიცი, თავდაცვის მომენტი, რატომ ეყევს? კაი რა. აი დედა. ნაკერ ახლა წარმოიღო და წარმოიღო. ეს რას ნიშნავს ახლა ამიხსენი სამკუთხედია აქ? დაფარული ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში რაც არ უნდა იყოს, მეგობრებო, თქვენთან დაკავშირებით ცალსახად ძალიან დადებითი პოზიტიური ფიქრები აქვს. სავსე ფიქრები. მე აქ ვერ ვხედავ უიმედობას, მე აქ დაშორებას, აი ისეთს, რომ
ერთმანეთთან კონტაქტი არ გქონდეთ, მე აქ ვერ ხედავ, აი კიდევ ერთი არკანი. არა, აქ უფრო რაღაცა სამსახურებრივ რაღაცა, აი ფინანსური მომენტის გამო მანძილს მიფიქსირებთ. თქვენ მისთვის აბსოლუტურად ყველაფერი ხართ. ერთ წამსაც არ განიხილავს თქვენს გარეშე ყოფნას. არა, თქვენ მისთვის უმთავრესი ადამიანი ხართ, უფრო მეტიც ხო ასე ვიტყვი. კიდევაც. არა, აბსოლუტურად ყველანაირი მიზანი თქვენთან დაკავშირებით ვკითხულობ, ხო? ყველანაირი მიზანი თქვენ დაკავშირდებათ. ადამიანი ცეცხლსაც, მიზიდულობასაც, ნებასაც, სიცოცხლის სურვილსაც, ცხოვრების გაგრძელებასაც კი ბატონო, თქვენ მისთვის ან ის თქვენთვის კვერთხების მეფეა, ხო? არა, აქ მეგობრებო და კიდევ არა, აქ მე დაშორებულ წყვილებს ვერ ხედავთ. აქ რაღაცა გააქვთ კომუნიკაცია, შეიძლება პერიოდული, ეპიზოდური, მაგრამ კომუნიკაცია ყოველ შემთხვევაში არის. ხო, ძაღლისყეფა მან გაგაკვიროთ, ცოტა ხანი შეიძლება მამალმაც იყიფულოს, რომელიც საათია და მოკლედ გაგიკვირდებათ. მადლობა მეორე ვარიანტი მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ენერგიები შეთ თქვენთან დაკავშირებით, თქვენ სანერვიულო არაფერი გაქვთ. წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის.